პრაქტიკულად გამოიწვია მთელი დასავლეთი საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ აფხაზეთის და სამხრეთის აღიარებით, თანაც შედარება იმასთან, რაც იყო კოსოვოში შეუძლებელია, რადგან იქ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საერთაშორისო პროცესი, იქ იყო უამრავი არა, მაგრამ რამდენიმე ყოველ შემთხვევაში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა მილოშევიჩს გამოეყვანა ჯარები, შემდეგ მე ვლაპარაკობ ჯერ არა აღიარების პროცესზე, არამედ საერთოდ კოსოვოს კრიზისის საფუძვლებზე, რაც შეეხება კოსოვოს თვითონ აღიარებას, ხო, აი ამის შედარება პრაქტიკულად არ შეიძლება რუსეთმა გადადგა პრაქტიკულად ძალიან თავხედური ნაბიჯი. გამოიწვია მთელი დასავლეთი და აქ საქართველოსთვის და უკრაინისთვის მაპზე უარის თქმა რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, მაგალითად ვთქვათ იგივე იმ მიზეზით, რომ საქართველოს გააჩნია ესეთი რაღაც მოუგვარებელი კონფლიქტები, არის სიტუაცია, რომელსაც შეიძლება აი ნატოს, ანუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეხუთე მუხლის გამო შეუქმნას მაგრამ ისინი მათი და შემდეგ იბატონო. აი აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შანსებზე თუ საუბრობდით ჩვენ, მე ვიტყოდი, რომ შანსები ახლა ნაკლები არ აქვს, ცოტათი შესაძლებელია მეტი შანსი გვაქვს, რომ მივიღოთ მაპი. თანაც უნდა გვაგვიწყდება, რომ მერკელმა მართალია თქვა და ამისი ძალიან შეშინდა ყველას, რომ საქართველო და უკრაინა არ არიან ნატოში გაწევრიანებისთვის მზადო, მაგრამ უпростоრად ნატოსთვის არ არიან მზადო. ეს აღიქვეს როგორც თითქოს და საქართველოს და უკრაინისთვის არ შეიძლება ამ ეტაპზე მაპის მინიჭება, მაგრამ ეს სხვადასხვა საკითხია. საკითხია, ბატონო, რა ფიქრობთ? მაპი, მოკლედ ის განზეციური მანანა გახდა ჩვენთვის მაპი. მივიღებთ მაპს ეხლა დეკემბერში ან როდის მივიღებთ მაპს? ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, თანდათან სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. თბილისიდან 40-ოდე კილომეტრში რომ ტანკებით განან, გაბედავს კი ვინმე, ახლა მაპი მოგწეს. რა ფიქრობთ? მე მგონი შანსები დიდი არ აქვს დეკემბრისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრს ხდება უნდა გაიმართოს, რომელიც უფლება მოსილია ეს საკითხი განეხილოს და განეხილოს კიდეც საქართველოს თავით. უფლება მოსილია დაგვისტოს უფლება დავიწყოთ, მაგრამ ჩემი აზრით შანსები თითქოს არ არის. ჩემი აზრით აგვისტოს მოვლენებმა ერთი დიდი მინუსი შეიტანა ჩვენს შანსებში, ანუ შეგვიმცირა შანსები. იმით რომ ჩვენ სამწუხაროდ ვაჩვენეთ, რომ არ მიგვაჩნია სამშვიდობო გზა კონფლიქტების მოგვარებით ერთადერთი გზა. ეს ნატოსთვის და ნატოს წევრი ქვეყნებისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. იქ შესანიშნავად ესმით, რომ კონფლიქტების მოგვარება 1 და 2 წლის საკითხი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ამბობდნენ, რომ მაპის შანსები დიდია. თუ საქართველო აჩვენებს რაღაცებს დემოკრატიას, ასე შემდეგ, ამაზე თალკი შეიძლება საუბარი და როდესაც კითხავს თქო, მაგრამ კონფლიქტები თუ ეს ბარიერი იქნა, არ იქნება ბარიერი მაპისთვის, თუ თქვენ გაამტკიცებთ საქმით, რომ თქვენ მიგაჩნიათ ერთადერთ გზას, მშვიდობიანი გზა. ჩემი აზრით აგვისტოს მოვლენებმა აჩვენა, რომ უბრალოდ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია ერთადერთ გზა. კიდევ სხვა გზები გვაქვს შემონახული, ეს არის სამხედრო გზა. აი ამან ჩემი აზრით ჩვენს აქტივს ძალიან ბევრი რამ დააკლო. საერთოდ თუ ძალზე უხეშად და პირობითად თქვათ ჩამოთვლით მიზეზებს რა გვიშლის ხელს ნატოსთან დაახლოებაში, ჩემი მოკრძალებული აზრით ეს შეიძლება სამ კატეგორიად, სამ ძირითად პირობად დაიყოს თუ რა გვიშლის ხელს. ერთი ეს არის ჩვენი ცუდი ურთიერთობები რუსეთთან, რაშიც ლომის წილი რუსეთს მიუძღვის, მაგრამ ჩვენც გვაქვს შეტანილი ჩვენი წილი ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებაში და ცეცხლზე ნავთის დასხმაში. ეს არის მოუგვარებელი კონფლიქტები და სამწუხაროდ როგორც ზევით მოგახსენეთ, ჩვენ ვერ ვაჩვენეთ, რომ მხოლოდ ერთხმუნივართ მხოლოდ მშვიდობიანი გზისა და ეს არის ქვეყნის შიგნით დემოკრატიული განვითარების პრობლემები, რადგან უშუალოდ მიგვითითებენ პირდაპირ ღია ტექსტით და შავი ტექსტზე წერენ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩემ და სამწუხაროდ მე ასე ვთქვათ საქართველოს ნატოში გაწევრიანების დიდი მომხრე გახლავართ, რომელიც ჩემ და სამწუხაროდ და ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით რაც კი შეიძლება ამისთვის ვაკეთებ ქვეყნის შიგნით, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ამჟამად დეკემბერში ჩვენი შანსები დიდი არ არის. ბატონ დავით, გულწრფელად სურს გითხოთ ერთი რამ.
როცა ბუქარესტის სამიძე მაპი ვერ მივიღეთ, არ და ქართულ საზოგადოებაში იყო და ეს ხელისუფლებამ და მედიამ შექმნა ახლა ეს მოლოდინი ესე ციდან არ ჩამოარდნილა. მაპი ვერ მივიღეთ, მაგრამ აი ხელისუფლება აი პირდაპირ ტექსტით ამბობდა, რომ ჩვენ მაპზე მეტი მივიღეთ. ну მაშინ კი ბატონო ყველა ძალიან გვინდოდა დაგვეჯერებინა რომ მაპზე მეტი მივიღეთ, მაგრამ აი რა შეგვჭა იმ მაპზე მეტისგან რაც ისოსთან მივიღეთ. ჩვენ მაპი გვაქვს და ის მეტი რა არის რაც მივიღეთ ჩვენ მაშინ. მომიტანეთ და მსვლადესე მოწაფეებით რო არ ვიждდეთ და მარტო თქვენ არ გიპასუხოთ, მე მგონი დებატების რეჟიმია და ბევრი ისეთ რამეს ვამბობთ, რაც მიუღებელია ერთმანეთის ნაცვლად. ამიტომ მე არ შემიძლია არ უპასუხო რაღაცებს, რაც აქ უკვე ითქვა. რა თქმა უნდა. თქვენს კითხვაზე მოკლედ გეტყვით ერთს, რომ მე არ წარმომიდგენია და არ მინახავს მსოფლიოში ხელისუფლება, პოლიტიკური ძალა, რომელიც თავის მხრივ არ იქნება სუბიექტური და არ შეეცდება, რომ თქვათ ესე მაქსიმალური ოპტიმიზმი გაავრცელოს ხალხში იმასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებს, რა ვითარებაც არის. ესეთ ხელისუფლება არ არსებობს. ამით უნდა განსხვავდებოდეს სხვათა შორის ჟურნალისტი პოლიტიკოსისაგან, რომ აი ჟურნალისტი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე, ობიექტურობაზე ორიენტირებული, პოლიტიკოსები კი თავისი ბუნებით და ამაში არაფერი ტრაგედია არ არის, ასე სამყარო მოწყობილი არიან სუბიექტური. სუბიექტურობასაც ყოველ შორის ზღვარი თუ არსებობს ხოლმე. იცით რა, აი ეს იგივეა დაახლოებით განცხადება, რაც ბატონმა გიამ თქვა, რომ ფაქტი არის ეს. ტყუილი არის ბრალდება, რომელსაც დამტკიცება უნდა, ხო? და მაპზე ეს არის კიდევ ინტერპრეტაციის საკითხი, რომ ადამიანს მიაჩნია, რომ მაპზე მეტია მიღებული თუ მაპზე ნაკლები. ტყუილი ამაში ნამდვილად არ არის ჩემის აზრით, ისევე როგორც ფაქტი არ არის, რომ საქართველოს დაიწყო ომი. ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, ჩემის აზრით სუბიექტური გაუსაკუთრებელი ინტერპრეტაციის საკითხი. თუნდაც სარკომის პირით იყოს, თუმცა მილებამს არ უთქვამს, რომ საქართველოს დაიწყო ომი, ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს ვიღაცის თვალში მოუფიქრებლად მოიქცა, ვიღაცის თვალში შეიძლება მოფიქრებლად მოიქცა. ჩემის აზრით, საქართველოს სხვა შანსი არ ქონდა უბრალოდ. უბრალოდ ამაზე შორს წაგვიყვან საუბარი და ის იდეა, რომ აი ბატონმა გიამ თქვა, რომ თეორია არსებობს, რომ რამოდენიმე ამერიკელ პოლიტიკოსს უნდოდა სააკაშვილის ხელით რუსეთის მწვავე რეაქციის ჩვენება მსოფლიოსთვის, რომ თვითონ ავტორიტეტი აემაღლებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იცით რა, მე ეს თეორია მომისმენია ვლადიმერ პუტინისაგან. უბრალოდ ბატონმა გიამ არ თქვა, ის გამოდის ეს თეორია, ინავრცელებს ამ თეორიას. თქვენი ხერხი, როდესაც რაღაც არ მოგეწონება, ძალიან ეს მოგისმენიათ პუტინისგან. ეს ფაქტია, რომ პუტინმა თქვა, ძალიან ბევრი ანალიტიკოსი, ძალიან ბევრი ანალიტიკოსი დასავლეთში, კერძოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობს, რომ ესეთი აგრესიული კურსი საქართველოს მიმართ არის ძალიან ხელსაყრელი ბევრი ნეოკონსერვატორი. ეს კი მე ზუსტად ახლა თქვენ გინდა პუტინს დააბრალეთ, თქვენი ხმა არ გაიცნობა, არც ჩემი თუ ესე ოთხმაში ეს უმეტესად უნდა რის თქმა უნდა, მე არ ვიძახი, რომ თქვენ იმეორებს პუტინის ნათქვამს. უბრალოდ პუტინს მოსწონს ეს ნათქვამი, მაგრამ არ ამგონია, რომ სამყარო ესეთ შეთქმულებებით იმართებოდეს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ გამოსავალი არ ქონდა, ომი იყო დაწყებული, ამაზე იქნა პასუხი გაცემული ერთადერთი, რომელიც შეიძლება და დანარჩენს გამოიძიებს საერთაშორისო კომისია, რომლის კონტურები უკვე გამოიკვეთა, ხო? ჰეიდი ტალვინისზეა ლაპარაკი, შეიძლება სხვა ადამიანები იყვნენ კიდევ, გამოიძინებენ და მერე იტყვიან, ფაქტი რა არის, ინტერპრეტაცია რა არის. რაც შეეხება მაპს, აპრილში იყო აი ჰაერივით აუცილებელი მაპის მიღება, ჩემის აზრით აგვისტო შეიძლება არ მომხდარიყო. ეხლა მას მერე რაც აგვისტო მოხდა. ევროკავშირის მისია გაჩნდა საქართველოში, რომელიც მანამდე არ არსებობდა. და რაღაცა სხვა პერსპექტივები არის, იცვლება მოლაპარაკების ფორმატი. თქვენ ასევე ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ირონია შევამჩნია თქვენს წინა შეკითხვაში, რომ შეიძლება ვინმეს მიაჩნია ომი მოვიგე თუ არა. მე არ მიმაჩნია, რომ ომი მოვიგეთ, ომი გრძელდება. მაგრამ ჩვენ გადავრჩით ამ ომში და ამ ომის მიზანი რუსეთის ჩემი სიტყვები არა, ბატონო, ხელისუფლებას არაერთი წარმომადგენელი იადამოდა, რომ ომი მოვიგეთ, ბრძოლა არა ომი. შეფასება დაუტოვოთ აუდიტორიას, მოსახლეობას, ექსპერტებს, ვისაც გნებავთ, მაგრამ თუნდაც დარწმუნებული ვარ, ისე ჩემი პირადი სუბიექტური აზრია, რომ რუსეთს განზრახული ქონდა თბილისში ცხინვალიზაცია, ანუ მაშინ მიაღწევს რუსეთი იმას, რაზეც ბატონ ილიას ამბობდა, რომ გარღვევას სუსტი ადგილისა, სადაც შეიძლება იმპერიამ დაიწყოს გაფართოება. თბილისი უნდა მას. მაშინ აკმაყოფილებს იგი იმპერიულ ამბიციას და აკონტროლებს ენერგოდერეფანს. სხვაგვარად რუსეთი არ არის მოგებული. ჩვენ გვეძლება შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მითი, რომელიც ძალიან მოარული იყო, რომელიც ძალიან ხელს გვიშლიდა, მაგრამ მთელ დასავლეთს აი ამ მითის გაჯერება უნდოდა ან არ უნდოდა, მაგრამ სხვანაირად არ შეძლო, რომ რუსეთის შუამავალია და მთელი პრობლემა ისაა, რომ ქართველებს და აფხაზებს ვერ გაუგიათ ერთმანეთში.